მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა სივრცე დიალოგისთვის. მე ჟურნალისტი ნინო ვაშალომიძე ვარ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი ლეიბორისტული პარტიის რაიონული ლიდერი დავით მამალაძეა. მოგესალმებით ბატონო დათო და მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. საუბარს დავიწყებთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური თემებით, პოლიტიკური მოვლენებით. ბოლოს ნახეთ ის, რომ ჟურნალისტი ვახოსანაია დააპატიმრეს იმ ფონზე, როცა გუშინ წინვე კრიმინოგენური სიტუაცია ისეა გამწვავებული ქვეყანაში, რომ ერთი ახალგაზრდა ბრმატყვია შეეწირა, მოკლედ დაძაბული სიტუაცია მაქვს თვალსაზრისითაც. თქვენ როგორ შეაფასებთ, რა სიტუაციაში იმყოფება დღეს საქართველო? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის. რაც შეეხება ახლა აღნიშნულ შეკითხვებს, მინდა გითხრათ, რომ დღეს საქართველოში არის კლასიკური გაგებით კლასობრივი დიქტატურა. მაგრამ რომელი კლასის ხელშია ეს ძალაუფლება? მთლიანად ფულიანი ხალხის ხელში, ოლიგარქიის ხელში, რომელიც აღვირახსნილია ყველა სფეროში, მას არ სურს განსხვავებული აზრის მოსმენა, იმიტომ რომ განსხვავებულმა აზრმა შეიძლება სხვა პოლიტიკური შედეგი გამოიღოს და ამით თავის გაბატონებულ ვითარებას დაკარგავენ, გაბატონებულ სიტუაციას და პრაქტიკულად ხელისუფლება გადასულია ტერორზე, დაკავებებზე, დაპატიმრებებზე, ბორკილების დადებაზე, მაგრამ ეს ამათ არ უშველის, ამათი დღეები არის დათვლილი. მე განსაკუთრებით კიდევ გუშინდელი აქტის შესახებ მინდა მოგახსენოთ, ამერიკის შეერთებული შტატების ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის კონგრესმა მიიღო გლობალური სტრატეგიული უსაფრთხოების მთავარი აქტი და ეს აქტი ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება უნდა მოემზადოს ან რიგარეში არჩევნებისათვის, ან პირდაპირ გაიშუროს და ციხეში ვერც ერთი ადვოკატი და ვერც ერთი სამართალდამცველი ვერ დაიცავს ამათ საქმიანობებს. ტერორისტულ როგორ გონიათ, რომ ეს მიღებული აქტი რამდენად გახდება საპირწონე იმისა, რომ ამ ხელისუფლებამ, ქართული ოცნების ხელისუფლებამ მიიღოს გადაწყვეტილება რიგარეში არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით? ასეთი აქტები არის საფუძველი შემდგომი სამართლებრივი გამოძიებისა და ეს გამოძიება რო დაიწყება, თუ კი ისინი გონს არ მოვლენ და ბარგი ბარხანას არ ჩააგლაგებენ და არ წავლენ პოლიტიკურ მოუსალეთში, სასტიკი შედეგი დადგება მათთვის. მათთვის დადგება სასტიკი შედეგი და მე თავად მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას. უნდა მიიღონ, უნდა გადაწყვეტილება, თუ კი ოდნავ მაინც დარჩენილი აქვთ გონება, საღი აზროვნება, ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გავხდებით მოწმე იმ საკითხის, რომ რა უბედურ დღეს ჩავარდება ეს. მათი ჩინონება შეიძლება შესთავაზოს საზოგადოებას და ოპოზიციას ახალი არჩევნები რიგარეში, მაგრამ რამდენად ამ მზად პოლიტიკური სპექტრი ოპოზიციას გულისხმობ, რამდენად არის მზად რომ შევიდეს ახალ არჩევნებში და რამდენად თქვათ არის მომზადებული მასთან დაკავშირებით, რომ ეს არჩევნები მოიგოს. ოპოზიციაზე ვსაუბრობ. შეთავაზება კი არ უნდა შესთავაზოს, დანიშნოს უნდა ახალი არჩევნები და ქართულმა ოცნებამ, როგორც კრიმინალურმა დაჯგუფებამ არ უნდა მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა და ხალხი თვითონ გადაწყვეტოს ვერ ყველაფერს. თავარი არჩევნები არ გაყალბდეს, მთელი 30 წლის განმავლობაში არჩევნები ვერ გაყალბებულიყო. და რა მექანიზმით არ მიიღებს თქვათ ქართული ოცნება, რომელიც დანიშნავს არჩევნებში მონაწილეობას და ასევე მაინტერესებს რამდენად არის მომზადებული იმისთვის ოპოზიცია, რომ ამ არჩევნებში შევიდეს და დაამარცხოს ქართული ოცნება. ოპოზიციის რა მოგახსენოთ, ლეიბორისტული პარტია მზად არის ნებისმიერი არჩევნებისათვის, რაც შეეხება ახლა თქვენს პირველ შეკითხვას, თუ კეთილი გონიერებას ვერ გამოიჩენეთ, თვით გადარჩენის ინსტინქტით მაინც უნდა იმოქმედოს ამ რეჟიმმა. თვით გადარჩენის ინსტინქტით, რომ ფიზიკურად არ მოუწევს რამე არ გაისურვება. რა თქმა უნდა, რა თქმა ეს აქტი, ასეთი აქტებით დაიწყო თავდაპირველად და რა მოყვა ერაყში, რა მოყვა სადა მაშინ ლიბიაში და რა მოყვა ვენესუელაში და ანალოგიური სიტუაციას ველოდებით ჩვენ საქართველოშიც. და როგორ განიხილავთ თქვათ ოპოზიციასთან თქვენს თანამშრომლობას, თქვენს ამ შემთხვევაში გულისხმობ ლეიბორისტული პარტიის, რამდენად განიხილავთ იმას, რომ ოპოზიციურ ერთობაში თქვენ შეხვიდრეთ, თქვენი პარტია და როგორ უყურებთ ზოგადად ოპოზიციურ გაერთიანებას? ერთობა შესაძლებელია მხოლოდ სტრატეგიულ საკითხებზე. არჩევნების წინ არავითარი ერთობა არ შეიძლება იყოს. არჩევნების წინ არავითარი ყველანაირი ბლოკების წინააღმდეგი ვარ ჩვენ. პარტია უნდა წარსდგეს საზოგადოების წინაშე საკუთარი სახით, საკუთარი წარსულით, ბექგრაუნდებით, აწყვეტით და მომავლის ნათელი წმენით. ეხლა თქვენ 35 წლიანმა ისტორიამ ჩვენ დაგვანახა ამ პოლიტიკურმა ფსევდო გაერთიანებამ რა უბედურება მოუტანა ქართველ ხალხს პოლიტიკურად.
ყველა იქნებოდნენ არჩევნების წინ ბლოკები, შემდეგ ეს ბლოკები იშლებოდა, ნადგურდებოდა და ქართველი ხალხი ყოველთვის მოტყუებული, გადაგდებული და მიწათარი რჩებოდა. ჩვენ გეუბნებით, რომ საქართველოს ლეიბორისტული პარტია არის მზად არჩევნებისთვის, უნდა მოხდეს ეს რაც შეიძლება სწრაფად, რიგარეში არჩევნები და ხელისუფლებამ და ჩინოვნიკებმა და კორუმპირებმა ოლიგარქებმა არ უნდა მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა. თქვენთვის არ იყო მაგალითად რეალური სურათი, რაც დღეს გვაქვს იმის საპირწონე, რომ ჩვენ ნელ-ნელა მივდივართ იმისკენ, რომ 2028-ში ჩატარდება არჩევნები. ამის თქმის საბაბს ანუ ამერიკის განცხადება, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება გაძლევთ იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად ჩატარდება რიგარეში არჩევნები. მე არ ამგონია, რომ 28 წლამდე ეს პოლიტიკური პროცესები ასე გაგრძელდეს. ეს ამას ძალიან ცუდი სუნი უდის. მაშინ რამდენად გააქტიურებულს ვიხილავთ თქვენს პარტიას, იგივე რეგიონებთან მიმართებაში, ანუ მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს, აი მაგალითად თუ გეგმავთ ზაფხულში, თუნდაც სექტემბერში, ახლა ძალიან ცხელი თვე მოდის აგვისტო და ყველას ეძლევა იმის საშუალება, რომ თქვათ დაისვენოს, მაგრამ სექტემბრიდან რამდენად ვნახავთ თქვენს პარტიას გააქტიურებულს იგივე რეგიონულ დონეზე და მხედველობაში გურია. ერთადერთი პოლიტიკური პარტია ვართ, რომლის ხელმძღვანელობა და ლიდერშიპი არასოდეს 35 წლის განმავლობაში შექმნიდა დღემდე, არასოდეს დასასვენებლად არ წასულა საქმე. ვოიაჟები ქონია საზღვარგარეთ. თუმცა მოსახლეობასაც არ აქვს შეიძლება სურვილი თქვათ ჩვენ ვართ ყოველ წუთიერ, ყოველდღიურ კონტაქტებში მოსახლეობასთან, ადგილობრივ მოვლენებთან და პოლიტიკური პროცესებთან. ეხლა ბოლო 3 თვეა ტელემედია საშუალებება გაგვიხსნა სივრცეები და ეს აქტიურობა ამითაც არის განპირობებული და რომც არ ვიყავით ამ მედია სივრცეში, მაინც ვაქტიურობდით ჩვენი გადასვლებს ნახავთ აჭარაში, უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით, თბილისში, სხვადასხვა რეგიონებში პარტია მუშაობს ყოველდღურად, წამიერად შექმნიდან დღემდე არანაირი დასვენება, არანაირი აგარაკებზე წასვლელები ჩვენ არასდროს არ ავართ. აქავართ ვიხარშებით ჩვენ სიცხეში და ჩვენ სიგნალში, როგორც გეოგრაფიულ მდებარეობა და პირობები მოგწონს. აქტიურობას გეგმავთ თვალსაზრისით, რომ აქტიურობას კი აღვ დაწყებულია ჩვენი მიყვანილია ეს დასანქცირების პროცესი, ჩვენი მიყვანილია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ ეს გააქტიურებები არის საქართველოს ლეიბორისტული პარტიის დაწყებულია თავიდან ბოლომდე ყველაფერი 2012 წლიდან დღემდე. ბატონო დათო, რამდენად ჩახედული ხართ მაგალითად მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რომ გადავიდეთ რეგიონულ საკითხებთან დაკავშირებით და კონკრეტულად ოზურგეთთან დაკავშირებით, რამდენად გაქვთ ინფორმაცია, თქვენ წლების განმავლობაში იყავით დეპუტატი საკრებულოში, მაგრამ ახლა არ ბრძანდებით და რამდენად ხართ ამ პროცესებში ჩართული, იგივე იმ თვალსაზრისით, რომ მერიაში მიმდინარეობს აქტიურად ორგანიზაციის პროცესი და ადამიანებმა სამუშაო ადგილები დაკარგეს. ამ პროცესს როგორ შეაფასებთ, რამდენად სამართლებრივად და სამართლიანად ხდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეორგანიზაციის პროცესი? მუნიციპალიტეტის მერია არის დაარსებული დანაშაულებრივი რეჟიმის გარკვეული ერთი შტო და ერთი ფარდა. ეხლა რაც შეეხება ამ შემცირებებთან დაკავშირებით, როგორ არ ვარ საქმის ხუში, არის პოლიტიკური ანგარიშება, თუ კი ვინმეს რამეს რაიმე კავშირი ჰქონდა ოპოზიციური პარტიასა და ოპოზიციურ ვითარებასა, ყველას უშვებენ სახლში, უყურებენ ვიდეო აუდიო ჩანაწერებს, რამე 2-3 წლის უკანდელი საქმეს რო აღმოჩნდეს კადრებში, რომ ალბათ იმ ოპოზიციურ შეკრებაზე ესათვის პიროვნება იყო, აუცილებლად ეს არის განთავისუფლების საფუძველი, მაგრამ კიდევ მეორებ ეს არის ხელისუფლებაში აგონიაში ყოფნის ხელისუფლებაში მოქმედებები, რომელსაც ბოლო არ გააჩნია. აი სასახად მიიჩნევთ, რომ თვლით, რომ პოლიტიკურად არასასურველ პირებს უშვებენ? რა თქმა უნდა, ეხლა ისეთი დიქტატურა, როდესაც არის დიქტატურა და კლასობრივი დიქტატურა კლასიკური გაგებით და ეს კლასი ჩვენ თუ გვახსოვთ 70 წლის განმავლობაში არსებობდა პროლეტარიატის დიქტატურა, ეს კლასობრივი დიქტატურა იყო, მაგრამ მაშინელი რეჟიმები ამას არ უარყოფდნენ, დღეს დემოკრატიული ნიღბისთვის აშკარად ოლიგარქიული დიქტატურა, კლასობრივი დიქტატურა დაგვიმკვიდრეს და გარდა აი ამ ერთი მუჭა ფულის მკეთებელი კორუმპირებული ჩინოვნიკებისა არავის არ აქვს სიტყვის ამოღების უფლება, არავის არ აქვს პოლიტიკური შეხედულებების ამოქმედის უფლება, ყველა არის სიდუხჭირეში, ყველა არის ეკონომიკური კოლაფში და ამით უნდათ რომ ხელისუფლება გაიხანგრძლება, არ გამოვათ ამას ეს ხელისუფლების გახანგრძლება. და მათი წამზომი პოლიტიკური წამზომი არის დათვლილი. ზოგადად როგორი სიტუაცია ოზურგეთში სოციალური ეკონომიკური თვალსაზრისით და რამდენად უჭირს ხალხს ბრძანეთ რომ მუდმივად მაჯისცემაზე გაქვთ ხელი, მუდმივად ხვდებით ადამიანებს, რას ამბობენ ისინი, რამდენად არიან რამდენად არის მათი პროტესტი, ვთქვათ, ძალიან მაღალ ნიშნულზე და ვთქვათ
პროტესტთან დაკავშირებით შინაგანი პროტესტი მაღალ ნიშნულზეა, მაგრამ ამის გამოხატვა იმის გამო დიქტატურაა ცოტა უჭირს ხალხს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ზურგეთი არის ჩვეულებრივი საქართველოს ერთ-ერთი რეგიონი და რაც საქართველოში პროცესები ხდება, იმის ნაწილია ზურგეთი, ხო 800.000 სოციალურად შეჭირებული რო გეყოლება ქვეყანაში, წარმოიდგინეთ ახლა პროცენტულად ოზურგეთშიც უამრავია სოციალურად შეჭირებული, რომელიც გარკვეულ თეთრებზე არიან დამოკიდებული და ამის გამო ვერ იღებენ ხმამაღლა ხალხს, თუმცა შინაგანი პროტესტი ძალიან დიდია. უამრავი მოქალაქეების ჩვენი საბანკო პროცენტიან ვალებშია ჩაფლული და მათი გადახდა უამრავმა მიატოვა სახკარი იმის გამო რომ ბანკები აკითხავენ და დარეგისტრირებულიც არა აქვს ეს სახკარი და არ უნდათ რომ შეეჩეხონ და ქართველი კაცი კიცი თქვენ ვალი ვის უხარია და ვახში ვის უხარია და ამიტომ ეს პრობლემები რომ აერიდონ თავიდან ძალიან ცუდ ეკონომიკური კოლაფსის კატასტროფის წინაშე დგავართ ჩვენ და ეს კატასტროფა ყველაფერი გამოწვეულია ამ დანაშაულებრივი კრიმინალური ოლიგარქიული რეჟიმის მიერ რომელიც პოლიტიკური წამზომი დათვლილია და ძალიან მალე მათ ჩვენ ვიხილავთ პოლიტიკურ მომსვლელში. და ბოლო კითხვა ბატონო დავით, რახან ბრძანეთ რომ ქართული ოცნების დღეები დათვლილია და თვლით რომ რიგარეშო არჩევნები გარდაუვალია, თქვენ რას ეუბნებით თქვენ სამორჩეულს? რითი ხართ უპირატესი სხვა ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით და მართლ პარტიასთან, რომელიც დღეს მართავს საქართველოს ქართული ოცნების სახით? მოკლედ, ვისაც ერთადერთი გარემოება და მრავალ გარემოებთან ერთად, ვისაც სახელმწიფო ბერკეტი არ ქონია და მუდმივად ხალხის ნებასრულზე იყო დამოკიდებული, ესეა საქართველოს ლეიბორისტული პარტია. ყველა არჩევნების წინ, ყველა პოლიტიკური ძალა ჩვენ ვნახეთ, რომ მოდიოდა ლეიბორისტული პარტიის პროგრამიდან გადმოწერილი იდეოლოგიით, შემდეგ მოდიოდა ხელისუფლებაში და უფრო უარესი ოლიგარქი და უფრო უარესი კორუმპირებული ელიტარული კორუფციაში გახვეული ხალხი ყავდა, რომლის მათი უმრავლესობა დღეს ციხეშია, ზოგი პოლიტიკური პატივარია, ზოგი ეკონომიკური დამნაშავეა, მაგრამ მაინც ვინც არ გაგვითვალისწინა ჩვენ თავის დროზე, ყველა პოლიტიკური მარცხი მიწვია საკუთარ თავზე, ზოგმა პირადად განსაზღვრა ეს და ამიტომ არა, მაინც რატო ვერ აკეთებს თქვენზე არჩევანს მაშინ საზოგადოება? ანუ ის რომ ვინ გითხრა რომ ვერ აკეთებს არჩევანს? ანუ გაყალბება ამ დონის სიყალბე რომ არ იყოს, ჩვენ გვახსოვს ახლა ბოლო მომენტში შედარებით კი არ შემცირებული ბოლო მომენტში, მაგრამ ახლა მზარდია რეიტინგი ჩვენი, მაგრამ ჩვენ გვახსოვს იგივე ვარდების რევოლუციის წინა პერიოდში არჩევნების დროს დინარეში გადაყრილი ურნები ლეიბორისტული პარტიის ხმების. შემდეგ ვარდების რევოლუციის პირველი დამსახურებაა ეს რომ პოლიტიკურ პარტიებს ზოგადად გაუკეთა ყველა პოლიტიკურ პარტიას დისკრედიტაცია, რითაც საბრძოლო ველი, პოლიტიკური ველი დაუთმო ამ ოლიგარქიას, რომელმაც გასუფთავებული ველზე ჩაიგდო ძალაუფლება ხელში და აი ამ შედეგებს ვიკვლევს ყველაფერს. ეხლა ჩვენ ბლოკადები იყო ტელე მედია ბლოკადის გამო მცირედით იყო შემცირებული რეიტინგი, მაგრამ ბოლოს ამითვე ეხლა უკვე ესეთი მზარდი რეიტინგია, რომ გადახედეთ ჩვენებებს სტატისტიკას და სწრაფი რეიტინგი გვაიცნობს იმის საშუალებას. პროგრამა არის იგივე რომ სუღანაში უნდა აღდგეს სოციალური სამართლიანობა, ქვეყანაში უნდა აღდგეს ანტიოლიგარქიული, ანტისაბანკო დიქტატურა უნდა მოისპოს ამ ქვეყანაზე და ნამდვილი ჭეშმარიტი დემოკრატია იქნება მაშინ, როდესაც თავისუფალი არჩევნები ჩატარდება და სოციალური სამართლიანობა აღდგება. შემდეგ არ გვექნება პრობლემა არც უკანონოდ განთავისუფლებაზე და არც სახელმწიფო ინსტიტუტების არაგამართულ მუშაობაზე. მადლობა დიდი სტუდიაში მომზადებისთვის, საუბრისთვის. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ლეიბორისტული პარტიის რაიონული ლიდერი დავით მამალაძე. კარგად წვენდებით. მადლობა დიდი.